ნაძალადოვში მდებარე ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის მგლოსახური დეკანოზი ირაკლი კენკებაშვილი დილომშვიდობის მამარიტი დაგულოცეთ მადლობა სტუმრობისთვის. მოგესალმებით. ხართ მოგესალმებით, ყველას გილოცავთ გამნინინოობას, დღეს წმინდა სალომე პერვაჟარას იუნიერის ხსენებას. განსაკუთრებით რა თქმა უნდა ნინოებს, სალომებს, როგორც ძალიან ბევრი ყავს საქართველოში და მერტფაინებას მათი ლოცვით, მადლით და კურთხით გაგვაძლიეროს. დაგულოცოს, გაგვკურთხოს ღმერთის სამშობლოს და ერთმანეთის სიყვარულს. დიდი მადლობა, სწორედ ეს არის ჩვენი თემა ერთგვარად, ღმერთი სამშობლო ადამიანის ტრიადა, რომელიც მის მოუწვინესობა მოგვიწოდა და ერთგვარად ეს არის გაგრძელება და შინაარსობრივად, ფაქტობრივად იგივე რაც თავის დროზე წმინდა ელია მართალმა დაგვიტოვა მამული ენა სარწმუნოება. ღმერთი სამშობლო და ადამიანი ფაქტობრივად შეუძლებელია რომელიმეზე თქვა რომ გიყვარდეს და რომელიმე გამოაკლო და შენ გეწოდოს ქრისტიანიან ქრისტეს ცნებების გაგრძელება. ცხადია, წმინდა ელია მართალის და ჩვენი პატრიარქის მოწოდებას ერტყმობა მისი თავად მაცხოვრის მოწოდებას, ხო? აი, ფიქრობთ რომ ეს თემა, რო ვთქვა რომ აქტუალურია, როდის არ იყო აქტუალური, როდის არ იქნება აქტუალური. რა შეგვიძლია ვთქვა, რით შეიძლება დავიწყოთ? დიახ, პირველ რიგში დავიწყოთ იმით, რომ ზოგადად სამართლმადებლო საქრისტიანოს ყველას საერთო აქვს, აი ტრიადაზე ბრძანეთ. ერთო პირველი ტრიადა სულიერი საუნჯე ეს არის წმინდა წერილზე დაყრდნობით პავლე მოციქულის ეპისტოლეზე კორინთელთა მიმართ, სადაც გვაუწყებს მოციქული, რომ უმთავრესი საუნჯე ქრისტიანის ეს არის სარწმუნოება, სასოება და სიყვარული. მისი სულის განვითარების, ხოვნებისა და ასე შემდეგ. და სწორედ ჩვენ დროინა გამომდინარე და ესე ინება ღმერთმა უდიდესი წინაპარი რომ ყავდა ილია ჭავჭავაძილე მართო, მან იმ დროიდან სიტუაცია სირთულეებდა გამომდინარე ქართველებს მეორე ტრიადა ეროვნული საუნჯე დაგვიდგინა. ენა მამული სარწმუნოება და ერთგვარად ანდერძად დაგვიტოვა ამ სამზე ზრუნვა. და ამიტომ ამ ხილვას ქართველები გამორჩეული აღმოჩნდით გარდა სულიერი საუნჯისა, რაც ყველასთვის ერთია, ჩვენთვისაც ბუნებრივ ქრისტიანებს გულისხმობ, ასევე მისახედი გვაქვს საპატრონო აღსასრულებელი ილიას ანდერძი ეროვნული საუნჯე გასაფრთხილებელი, რომელსაც ენა მამული სარწმუნოება ჰქვია. და უკვე მის მოუწვინესობამ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ასევე დროის სირთულიდან გამომდინარე, ჯერ კიდევ 20 წლის უკან თუ არ ვსწრები ეპისტოლეში პირველად აი ამ ორ ტრიადას თავისი შესაბამისად მესამე ტრიადა შეძინა, რა თქმა უნდა დაფუძნებულია პირველ ორზე. და მან თავიდან გამარტა რატომ ეს სამი ღმერთის სამშობლო და ადამიანი, თორემ მან უკვე 20 წლის წინაც უკვე ყველაფერი ახსნა ძალიან კარგად იდებულად ეპისტოლეში, რომ მოსაოდნელი გლობალური ცვლილებები მსოფლიოში, როცა უკვე თვალსაჩინო ხდებოდა ფასეულობათა გარდა შეცვლა ფასეულობათა დაკრინება და ერთგვარად თავდაყირა დაყენება მეგვითითა ქართველებს მის მრევლს რომ რომელი ფასეულობა ყველაზე მნიშვნელოვანი არასდროს არ შეიცვლება და არ შეიძლება შეიცვალოს და არ შემას ჩრდილე მიადგეს. ეს არის ღმერთის სამშობლო და ადამიანი. და ის უკვე ამ დროს წუხდა რომ ძალიან ბევრი ადამიანი უკვე შეიცვლება, უკვე შეიმჩნევა აი ამ ფასეულობების ერთგვარად მასში დაკრინება, რადგან საქმით არ აღასრულებს ამ სულიერი სამი საუნჯის მსახურებასა და პატივისცემას. და ამიტომ ჩვენ აი ეს სახელმძღვანელოდ მოგვეცა სწორედ აი ეს უდიდესი შეგვახსენა მის უწმინდესობამ, რომ ჩვენ უმთავრესი როგორც ადამიანისა, ქრისტიანისა, ქართველისა, ეს არის მისახედი საზრუნავი, სალოცავი საფიცარი ღმერთი სამშობლო და ადამიანი. თქვენ ის ნებართვით სათითაოდ მიმოვიხილოთ პირველ რიგში ღმერთი. პირველ ადგილზე ღმერთი. რა თქმა უნდა, ცხადია, ამას არ ჭირდება ღმერთმა შემიდოს არც ქრისტიანობა, არც სარწმუნოება, დიდად არც ქართველობა. ეს რეალობა, რომ ადამიანი თუ ადამიანი ყველა ღვთისმშობელია, ბუნებრივია ჩვენ გაგვიმართა მადლობა ღმერთს აღარ გვასწავლიან არ დარვინის თეორიას და არც მაიმონისგან წარმომავლობას, ყველა ღვთისგან გაჩენილი გამოჩნდა რასისა, სქესის, ეროვნებისა, გნებავ სარწმუნოებისა და ამიტომ პირველი ადამიანს ვინც უნდა ახსოვდეს, ვისაც უნდა ყვარობდეს, ვისაც უნდა პატივისცემდეს, ეს არის ღმერთი. მისი არარსებობიდან არსებობაში მომყვანი ღმერთი. რა თქმა უნდა, ღმერთის პატივისცემა, სიყვარული ეს არ არის მარტო ისე, რომ თქვათ მხოლოდ ეს სიტყვით ვამბობდეთ და ვიცოდეთ, რომ ღმერთი არსებობს და ამისთვის მადლობა. ამის გამოხატულება საქმეში მხოლოდ შეიძლება სწორედ სულიერი ცხოვრებით და მცნებების აღსრულებით. საიდან ვიცით ეს ყველაფერი? თვით თავად ღმერთმა, რომელიც ჩვენ უნდა გვწამდეს და უნდა გვიყვარდეს და პატივისცემდეს პირველ ადგილზე, მან ბრძანა რომ ეს სამე უყვარს, რომ ეს სამე რწმენე, სიტყვანი ჩემნი აღოს და მცნებანი ჩემნი დაიმარხე. ანუ ღმერთის წმენის აღსრულება, ღმერთის პატივისცემა, სიყვარული, აი ამ პირველი ღირებულებისა, უმთავრესი საუნჯისა, სწორედ გადის მცნებების აღსრულების ხაზი. და ეს ვის ანუ სარწმუნოებულ ცხოვრებას გულისხმობ, ყველაზე კარგად ერთ-ერთი ყველაზე კარგად მოიხსენება ჩვენ ერთს, რომელიც პირველივე საუკუნიდან უკვე ქრისტეს ნათელს ეზიარა.
როგორც შემდეგ 11 საუკუნის შემდეგ დაახლოებით წმინდა გიორგი მთაწმინდელი ბრძანებს და ეს რეალობა ჭეშმარიტება მადლობა ღმერთ დღესაც იგივე გვეთქმის რომ რაჟამს ერთი ღმერთი გვიცნობიეს აღარასა და უარ გვიყოფიეს იგი არც მარჯვ მიდრეკილას ნათესავი ჩვენი არც მარცხნივ ყოველთვის სამეფო გზით დადიო და დადის და ივლის ჩვენიერი ამის დიდი იმედი გვაქვს ანუ მას არ უღალატია ღმერთისთვის და რა თქმა უნდა ეს ღმერთის წმენა როგორ გამოხადოს ადამიანმა ამის ცდელობა ყოველთვის ქონდა თუნდაც თავიდან არაქრისტიან ადამიანს წარმართ ადამიანს როცა მისი შინაგანი ბუნება შეუძლებელი არ ეძებდეს შემოქმედს და როცა არ ქონდა ბევრ ერებს ამის ცოდნა რომ ერთი ღმერთი არსებობს ამიტომ დაუწყეს განდიდება გარკვეულ კერპებს ბუნებრივ მოვლენებს საგნებს როგორღაც ღმერთი მასში დაენახათ მასი აღმატებული ძალა და ამ ყველაფრის სისულელე ბუნება ეს არის რა თქმა უნდა სწორი ფორმა უკვე ეკლესიაში ვსწავლობთ ღმერთს ამიტომაც დაგვიდგენა უფალმა ეკლესია ეკლესიური ცხოვრება ლოცვა მარხვა აღსარება ზიარება როცა ადამიანი ჭეშმარიტად ღმერთისკენ მიემართება და აქვს საშუალება უამრავი ბერკეტი რესვითიც გამოხატოს უნდა მისი თაყვანისცემა ამიტომაც დღეს ეს მომენტი ძალიან დიდი მაინც პრობლემატურია ჩვენ ერში მადლობა უფალს რომ დიდებული შედეგებია სარწმუნოებაში მრევლის აშკარად მატება შეინიშნება უკვე არაერთი წელიწადია და უკვე ეს მატებასთან ერთად უკვე შეინიშნება მრევლის გარკვეული სულიერი დაწინაურება ხარისხობრივის და რა თქმა უნდა ეს გზა გასაგრძელებელია მაგრამ როგორც მისწვევს ბრძანებს ეს სამწუხაროდ ყველაში არ არის და ამიტომ დროზე უნდა მას მიხედოს შეხსენება რომ ადამიანი ზოგადად მაშინ არის თავის დანიშნულებით სული სიღრმისეულად ადამიანი როცა ეს ღმერთთან ურთიერთობს. ამიტომ ჩვენ გვევალება ქართულს პირველ რიგში რომ დაუბრუნდეთ ღმერთს, ვადიდოთ ღმერთი, შევიყვაროთ ჭეშმარიტი ღმერთი ჩვენი საქმის ცხოვრების წესით, რომ აი ეს ფასეულობა დავიცვა და თუ ადამიანი ღმერთთან არის, მას ვერანაირი პოლიტიკური თუ სულიერი პროცესები გნებათ ეს იყოს გლობალური, მას ვერაფერს ვერ დააკლებს. ამას დიდებულად ბრძანებს დავით მეფსალმონებს სალმოში, ჯერ კიდევ რამოდენიმე 1000 წლეულის უკან ქრისტეშობამდე რომ უფალი ნათელი ჩემდა და მაცხოვარ ჩემდა ვისა მეშინოდეს. უფალი შესევედრებელა ცხოვრებისა ჩემისა ვისგან შევწუნდე და მართლა ზუსტად ჩვენიერი გენეტიკურად ქრისტიანიერი იყო ახლოს ღმერთთან ისტორია ვიცით ყველა მენდაკლებად მას ვერ აშინებდა ვერანაირი ფორმით მომხდური მტვერი. ვერც მასე რიცხოვნობით მეტი, ვერც კარგი შეიარაღებით, ვერც კარგი გეუბნება თუ მაშინდე პოლიტიკურ ასპარეზზე გავლენებით და თუ ძალაუფლებით და ყოველთვის მას არეპუებოდა და ართმობდა ამ უმთავრეს საუნჯეს ღმერთის წმენას. თუნდაც ამის დაცვას დაჭირებოდა სისხლი, ცრემლიოფლი, არც ამაზე უკვე ნიხევდა ქართველიერი და ყოველთვის მართლაც იბრძოდა გულში ჯვრი და ხელში ხმლით და ჩვენამდე ეს წმენა ხელშეუხებელი ჭეშმარიტ მართლმადიდებლური კანონიკურად გამართებული მოიტანა. დიახ, მამა ირაკლი, თანამედროვე ცხოვრებაში ხო აი ბევრი ვამბობთ რომ ვართ მორწმუნე, ვთქვათ, მრევლი, ეკლესიურად მაცხოვრებელი, მაგრამ აი ყველი ჩვენგანისთვის არის კი ღმერთი პირველ ადგილზე და რაში გამოიხატება, რაში ვლინდება ის, რომ მორწმუნე ადამიანისთვის, ნუ მაგალითად, ვინც არ ამბობს, რომ ათეისტია და ამბობს, რომ მორწმუნეა, ღმერთი არის ყველაზე მნიშვნელოვანი, ღმერთი არის სამყაროს ცენტრში და ღმერთი არის პირველ ადგილზე. ეს რაში ვლინდება? თუნდაც ყოველდღიურ ცხოვრებაში. ძალიან მარტივად აითან ყოველდღიურ ცხოვრება ახსენეთ, ხარავის ჩვენ არ საყვედურობთ, არც უბრაზდებით, რომ არც ვამხილთ, სიყვარულით მიუთითებთ, რომ ჩვენ თავზე წავიღოთ, რომ როგორ გავიგოთ ღმერთი არის თუ არა ჩემთვის პირველ ადგილზე. ან საერთოდ არის თუ კი ღმერთი ჩემ ცხოვრებაში როგორ გავიგო, როგორ აღმოვაჩინო გათენების, გაღვიძებისთანავე, რატომ თვალს ახევს ქრისტიანი, ეწინააღმდეგო მიგვითითებენ, რომ მაშინვე რისკენაც მისი ზეარა ყურადღება მიმართული იქნება, ის არის მისი ღმერთი, ის არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ამიტომ შემთხვევით როდია ხა ეს ისწავლება, ასე თან არავის არ დაყვება წმენა და ეს გარკვეული ფორმა წვერის გამოხატულებისა, ლოცვას გულისხმობ, არ თვალის ფერივით, არც თმის ფერივით, რო ადგება ქრისტიანა, ამიტომ მოწესრიგდება თუ არა აღავლეს დილის ლოცვებს, ანუ ძილისაგან აღდგომნი, გმადლობ შენ წმინდაო სამებავნო ღმერთს მადლობს, რომ გაუთენდა ერთი დღე და შემდეგ გადავაგვე ყოფითი საქმეებზე, თავის მოვალეობაზე, შემდეგ აღსრულებაზე. პირველ რიგში ღმერთს ეს არც დიდ რწმენაზე მეტყველებს, არც მაინც მაგარ ქრისტიანობას ეს არის უბრალოდ რეალობა. არც ღვაწი ეს ალბათო ყველა გონიერი ადამიანი მიხვდება თუნდაც ნაკლებ მორწმუნე რომ გამითენდა, რომ გათენდა ნუ ის მადლობაც მე რო ვთქვა ხარო ჩემი დამსახურება ანუ მაინც არა მაინც თენდება ეს არასწორი ქემდო რომ ზოგს არ უთენდება სამწუხაროდ ზოგს არ უღამდება და ანუ მე რო გამითენდა ვის ამიტომ რომ მე ძალიან ძლიერი ვარ და ჯანმრთელი ამიტომ და ჩვენზე ჯანმრთელებიც გარდაიცვლებიან ხო მადლობა ვიცხოვთ ღმერთს რომ მე გამითენდა და მისგან მისთან მადლიერთ ვიწყდა ამიტომ წლევამი ადამიანი დილის ლოცვა მნიშვნელოვანია დილისაგან აღდგომისთანავე რომ როგორც არის რომ სცენარისთვის არის მზისხივი რომ გასოცხდეს გაიშალოს და სიცოცხლის მონარი შეეტყოს ასე არის ჩვენი სულისთვის
რომ ღმერთისკენ მიმართოს თავისი პირველივე მზერა, რომელიც შემდეგ მას მათს ანიჭებს, აკურთხებს, განწმენს და შემდეგ ელდის გამომბაში იცავს. აი მარტივი მეტი რო აღარ გადარაფერზე, ვინც დილიდანვე თვალებს გახელდა ღმერთს ახსენეს, ასეთი წესიც არის მართლმადიდებლურ ცხოვრებაში, რომ მაშინვე სანამ სარეცელიდანვე ადგები რომ გადაისახო პირჯვარი, ღმერთს მიანდო შენი ყოველი დილა საღამოთო რომ ჩვენ რატომ არის განა ეს მე არ გაიგოს ცოტა არ არის მორწმუნე რომ ეს განა მონური მორჩილება ვიღაცამას ბძანებს ყველა ადამიანი ჩაოფიქრდება და მიხვდება რომ იესო ქრისტეს ნათქვამი სიტყვები რომ თვინიერ ჩემს არაი ძალგი წყობათ არცაერთი ეს რეალობა ჩვენ ღვიძლგაში არაფერი შეგვიძლია როგორც გათენება თითოეული ჩვენი ამოსუნთქვა გულისცემა დარტყმას ღვთისნება და ღვთისწყალობა და როცა იქნება ყველას მოგვიწევს გარდაცვალება ღმერთი აღარ ინებებს ამას და ვინმე გაგიგია თუ თავისით სუნთქვა აიმუშავებინოს ან გულისცემა გარდაცვალება და მორჩა ამიტომ ღმერთზე მინდობით ქრისტიანი რეალურად სწავლობს ცხოვრებას და ის დალოცული კურთხეული იქნება თელი ცხოვრება საფეხურებად რომ მივყვეთ მეორე საფეხური არის სამშობლო და სამწუხაროდ მოგვისმენია ესეთი აი ძალიან ისეთ გულსატკენი ამბავი ხომ ერთხელ დავებადე ისეთ საქართველოში ერთხელ დავებადე ამ დროში ეს ძალიან მტკივნეა აი სამშობლო და მისი უწმინდესობა თავის ტრიადაში როგორ თქვით რომ პირველ და მეორე ას აგძელებს ხო ამ შინაარსობრივად ღმერთის შემდგომ აყენებს სამშობლოს. აი ვისაუბროთ ამ საფეხურზე და ძალიან მნიშვნელოვან ფენომენზე რაც არის სამშობლო და როგორიც უნდა იყოს ჩვენი დამოკიდებულება სამშობლოს მიმართ და მადლიერება და არომოდურება რომ ერთხელ დავებადე და აქ დავებადე მადლობა ღმერთს რომ აქ დავებადეთ. დიახ რა თქმა უნდა თუმცა ყველა ქვეყანას პატივისცემდა და ეს გულად გულისხმობს რომ ჩვენს ყველაზე კარგები ვართ. ნახეთ ასეთი ადამიანი აი ძალიან გულსატკენია აი არ გაუმიდეს მაგრამ პირადი ნებისმიერ შეურაცხყოფა ხანდახან მირჩევნია ხოლმე რომ აი უფრო ადვილად მისაღებია შეიძლება აპატიო გაუგო ადამიანს ვიდრე ისე აი და ყველა ქართველი ესე დაწვა მარტო ჩემ დავძახა ისეთ გულს მოხდება ხოლმე რომ რეალურად ესეთი ადამიანი ვინც ამას ამბობს აღიარებს რას ისიც რეალობას რომ დაუფიქრეთ რომ შემთხვევით არ გაჩნდა ამ ქვეყანაში როგორც ის ბრძანებს იმიტომ რომ ადამიანი შემთხვევით არ მოდის ამ ქვეყანას ჯარს მისი სქესია შემთხვევით არც პერიოდი რადოს ჩდება და ბუნებრივია მას რომ ქვეყანაში ღმერთი გააჩენს აი სად გააჩენს და ვის რომ წიაღში გაჩნდა ვის მიაბარებს ხო რომელ მიწიდანაც იშვება და შემდეგ იმიწაში განისვენებს შემთხვევითობა არ შეიძლება იყოს და ძალიან სამწუხაროა რომ აი ამდენი ხრის განმავლობაში მან ვერ დაინახა თუ რამხელა წყალობა მოიღო ღმერთმა განსაკუთრებული მასელ მართლაც საქართველოში გააჩინა ამას არ ვიზახ ახლა არ ვიცი სარეგონოს რაღაცა ზედმეტი ამ პატრიოტიზმით ან შოვინიზმით თუმცა ესეც რო ეგონოს ადამიანებს არც ის იქნება პრობლემა რომ დღეს ისე გაუკუღმართა ეს ცნებები დღეს ფასეულობები ერთგვარად ძალიან ხეშესახები გახდა პატრიოტიზმი არასწორი გამოხატულები და აღრევა მოხდა ამ ჭეშმარიტებისას იცრუესთან როდის ჯერ კიდევ ნოდარ დუმბაძე როდის ამას დიდებულად ამბობდა რომ არ შეიძლება თქვა სამშობლო მარტო სუფრაზე ნაბახუსევზე გაგახსენდეს და მარტო გულზე მჯიღისცემით გამოიხატებოდეს ხო ეს პრობლემა დღეს რაც არის აღრევა განსაკუთრებით შეიმჩნევა ეს ახალგაზრდებში მე ვფიქრობ ამას თავისი მიზეზი აქვს პირველ რიგში რა მიზეზი ჯერ კიდევ კომუნისტურ პერიოდში ჩვენზე უფროსთაობა დამეთანხმება რომ აი მათეისტურ პერიოდში საშინელ პერიოდში ისწავლებოდა ჯერ კიდევ ბაღის ასაკიდან გვახსოვს ჩვენს როგორ ლექსები ბაღში პრიმიტიული ბავშვები რაზე ასწავლენ ლექსებს სამშობლოს იქიდან მოყოლების შემდეგ სკოლაში და აი ეს ნენელას დიდ პიროვნებაში სამშობლოს სიყვარულს მასე ზრუნვის და მასე ფიქრის ძალიან დიდ ძალას და გზომას ეს ყველაფერი სამწუხაროდ დაკარგულია დღეს მხოლოდ საუბარი არის ბაღის ასაკიდანვე უფლებებზე და ეს ძალიან დიდი დანაშაულია რა თქმა უნდა ყველა ადამიანს ბაღის ბავშვსაც კი არა მუცეში ყოფ ჩვენსაც თავისუფლება აქვს რა თქმა უნდა მაგრამ ერთად არის ნახეთ უფლება მოვალეობები მოვალეობა ეს ერთად ნახეთ ტირეთი წერება უფლება მოვალეობა ერთი სიტყვა და ვინც ამას აკეთებს ნებსი თუნდაც გამიზნულად თუ შემთხვევით დააშავეს გნებავთ მარტო უფლება მოვაშორო და მარტო მოვალეობები ეს ადამიანს დაჩაგრავს ერთგვარად და დამონებულს სულისძდის ხო და არც რა თქმა უნდა მოვაშორო მოვალეობები და უფლება ორივე ერთფაშად უნდათ მიცემ უნდა როცა მოზარდს ბავშვს ხონდათ მის უფლებებზე ვესაუბრეთ ვიღებთ საკმაოდ ძალიან დიდ შედეგს რომელიც ხდება შემდეგ მისი აპარტანულობებისა და მოთხოვნებების ტყვე და რომელსაც უკვე არასდროს ესმის თავისუფლება, რომელიც ხონდახოდ ყველას უფლებას ნიშნავს მისთვის. და ეს შედეგები ძალიან სავალალოა უკვე ეს დასულ ასაკში და სამწუხაროდ დაიკარგა ეს სამშობლოზე ზრუნა. არა და ჯერ კიდევ ჩვილობიდან ეს შემორჩენილია, რომ დედაო როცა აკვანს ურწევდაო ჩვილსო, უმღეროდაო, რომ ჯერ ღვთისახას სამშობლოში და მე ხარ ჩემიო. ეს არ იყო მარტო ლეგენდარული
ეპოსის რაღაც მახსოვრობის ესეთი შემთხვევები. ეს იყო ჩვენი თელი ცხოვრება, ჩვენი ერისა. იმიტომ როცა სამშობლოს დაჭირდა ღმერთს, ადოცას დიდა დედაშვილს, მზად იყო რომ და შვილს ესაზიდა რომ მას თავიც კი უნდა გაეწირა. ხოლმე უნდა ყვარებოდა ღმერთი, სამშობლო და ადამიანი და უბრალოდ გაზაფხულს გავაკეთებს, რომ ეს სამი ესეთი ტრიადა, რომლის სიყვარული, დიდი ზალი შეყვარება ადამიანის თავდადებისგან უბიძგებს და ამისთვის თუნდაც სიკვდილის სიცოცხლის მივცემი ადამიანი, წმინდანიც კი შეიძლება გახდეს არა მარტო ცხონდეს. აი ხელა უდიდესი ფასეულობა, აი ადამიანის ცხონების სიწმინდის მომტანი ფასეულობა და თავად სიწმინდეებია ჩვენი ერისთვის ეს სამივე. და სამშობლოს აქმა დღეს ძალიან დარღვეულია და სამწუხაროდ აი აღარ არის რო დავაკვირდეთ ჩვენ პირად საუბრებში ნათესავად მეგობრებო აღარ საუბრობს სამშობლოზე. ნუ პოლიტიკა არ არის მარტო სამშობლოზე ლაპარაკი. არა და ასეთი წესი იყვადრე მეც კი მოვესწარი რომ უფრო ხნიერი ხალხი აი სოფელში მახსოვს რომ წამოდეთ თითო ჭიქა დავლევ და სამშობლოზე ვილაპარაკოთო. აი მის წარსულზე მის სვებაზე და ჩვენ ისეთი ერიშა როგორ უნდა იყოს სწორი დამოკიდებულება აი სამშობლოზე. ამისთვის უდიდესი მაგალითები ჩვენი დიდი წინაპრები არიან. არც თუ ისე შორეული. გადავხედოთ აი გასულ საუკუნეს რომ ილია ჭავჭავაძე ვახსენეთ შემთხვევით არა თუ როგორი უნდა სამშობლოს სიყვარული თუნდაც საზოგადოებრივ მიღებული განათლებით და მისი მსახურებისთვის წასული ილია ჭავჭავაძეს ამას ყველანი ვნახოთ მარტო ილია როც რო გავეცნოთ ის როგორ მარტო ამას ამბობს და ცხოვრებით გვიმტკიცებს რომ როგორ მისწვევი ერის წყლული მაჩდეს წყლათო მეწოდეს მის ტანჯვით გული მარა და ყველა საქართველო მე ვარ შენთანა ეს მისი და როცა ადამიანს ეს გულის ეს სიყვარული აქვს სამშობლოში გულში საქმე დაუცად ღმერთი გამოხატინებს ვინ რა სფეროში იზავს მაინდამაინც ყველა ილია ვერ გახდება და სამშობლოს მიმართ აი შეიძლება ვერ გიყვარდეს ეხლა მისზე ბევრია ვერ მოგცეს ეს განათლებაც რაღაც ოჯახსაც ხელ ვერ შეგიწყო როგორ შევა მის გამოსწორება ყველასთვის ხეშესაღები მინდა შევასავით მივცე რომ სიყვარულის წყაროა ღმერთი როცა სიყვარულის წყარო ჩვენ ობიექტზე ვესაუბრებით ის შეგაყვაროს იმ ობიექტს ამ შემთხვევაში სამშობლოა ეს ყველაზე დიდებული ამიტომაც ბრძანებს ნოდარ დუმბაძე რომ აი სამშობლოს მიმართ ყველაზე მეტად რა ვაზი ექიმა ვაზია სამშობლო ვაზი ქათოლიცის ისიც რა ხელმისაწვდომის არის და ეს მის ეპიტაფიაზე წერია რომ თუ მაღლარია ვაზიო მაშინ ხელაყრუებმა უნდა მოკრიფო თუ დაბლარია დაჩოქილმა ორივე საოცრად გავს ლოცვას და ლოცვა ისეც არაფერს არ უხდება ისე როგორც სამშობლოს იგივე გაგიწერეთ ის სამშობლოს როგორ წარმოგიდგენს ჩემი ხატია სამშობლოს სახატე მთელი ქვეყანა ეს ფილმშიც გვაქვს ანუ ქართულ სამშობლოს როგორც ხატებით აი ესე უნდა უყალ მის წინაშე უნდა მისთვის უნდა ლოცვობდეს როგორც უფალი სამშობლო ერთი ქვეყანა რადიოლერისტავა დიახა ეხლა უნდა მეთქვა დავასწარით რომ ეს ყველაფერს თამის რეზუმე რა ფერისტამა გამოთქვა ქართველის მაქსიმალიზმის სიყვარულისა რომ როგორც ღმერთი უფალი სამშობლო ერთი ქვეყანაზე და ეს ყველაფერი ჩვენთვის როგორც ახსენე ილია ჭავჭავაძის იგულისხმება და ეს ანდერძად მოცემულია ჩვენ ასე უნდა გვიყვარდეს, ასე უნდა ზრუნავდეს, რომც მიყვარს, როგორ მიყვარს თუ მიყვარს, აუცილებლად მასზე ზრუნავ, მასზე დარდობ, გაწუხეს, უფრთხილებ თითოეულ კენჭსაც კი, თითოეულ ბუჩქს და შენთვის სხვანაირად ძვირფასია. ტყუილად როდია რომ სამშობლოს ქართველმა კაცმა ყველაზე ძვირფასი დედა წაუმძღავრა წინ დედა სამშობლო. და დედა კიდე ვიცით ქართლის წმინდანია როგორც ადამიანო დედაშვილად არამედ დედა ღვთისმშობლის ხატებამ დაძე დედაშვილ წილხვედრი მიწა რატო უყარს მაინდამაინც ეს მიწა რა თქმა უნდა განსაკუთრებულად რა თქმა უნდა სხვა საქართველო არსად არ არის სადარსგე არსად არ არის ვისაც უნდა ეძებოს იმიტომ რომ ეს ღვთისმშობლის წილხვედრი მიწა აღვთ ეს მიწა ჩვენ არ დაგვიმსახურებია ეს მიწა ჩვენ არ მოგვიპოვებია ეს დედაშვილ თვითონ გვაყურთხა მოგმადლა საპატრონოდ მისახედათ რომ ამ მიწას უნდა გაუთხდეთ ჯერ მარტო პირველ რიგში დავიცვათ ნებისმიერი ამ მიწის ხელყოფის სურვილისაგან და ასეთი ბევრი ყავდა ისტორიაში ამითი აიხსნება რომ ქართველი კაცი მტკაველი მიწის გამო თავებს წირავდა ოჯახს ანაცვალებდა და ამ მტკავილს არავის არ უთმობდა იყო პერიოდი რომ განაწერებდნენ კიდევაც ხალხსაც გვადებდნენ გვიმორჩიდნენ მაგრამ არასოდეს ქართველი კაცი არ ეგუებოდა აი ამ მიწის დაკარგვას არასოდეს მეტი არ მოსდომებია იცით იყო პერიოდი ცოტა ხანი ჩვენს ქონდა ძალაუფლება რომ შეგვეძლო რაღაცით გაგვეზარდა ჩვენი საზღვრები არც კი უფიქრია ქართო იცოდა ქართველმა საიდან სადამდეა მისი ღვთისმშობლის წილხვდომილობის საპატრონებელი მიწა და სამწუხაროდ აი საქმეები იკარგება რო ვაკვირდები და ეს მაინც სამხედრო კუთხეს არ გულისხმობ ყველა შეუძლია როგორც პატრიარქმა ისე მიგვითითა შენ გულში შენ გარშემო დაიცავე შენი წილი საქართველო ეს არის შენი ბასიანი და ეს არის შენი დიდგორი რა ძალიან რთულია დღეს მაგრამ არა შეუძლებელი ღმერთი სამშობლო და ადამიანი რომელიც წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს ღირებულებას და ზოგადად ვიცით რა თქმა უნდა და ვიცით რომ ქრისტიანობა ეფუძნება მოყვასის უფლისა და მოყვასის სიყვარულს ნუ მოყვაში იგულისხმება ადამიანი და აქ ალბათ შეიძლება სამშობლოც ვიგულისხმოთ იმიტომ რომ თუ მოყვასი არ გიყვარს თქვათ ხომ ისე სხვა ადამიანების სამშობლო და უფალიც ვერ გეყვარება და როდესაც ჩვენ თქვათ აი ყოველდღიურად
ფიზიკურად შეიძლება ერთმანეთს შეურაცხყოფას ვაყენებთ, რაღაც აგრესიას გამოვხატავთ, არ ვინდობთ ადამიანს, ანუ ჩვენს მეგობარ შეიძლება ახლობელს. როგორ შეიძლება რომ ვთქვათ, რომ გვიყვარს ადამიანი, გვიყვარს სამშობლო და გვიყვარს უფალი, ანუ როგორ ვართ პატრიოტები მაშინ? ფიზიკური გადასაღებად ბრძანებს. ფიზიკურად იახ, რა თქმა უნდა, ახლა ყველაზე ეს წინა წერილი ცით რა არის სასწაულია სარკია სულის, ახლა გავენდეს გვიბრაზდება, გვამცირებს სიყვარული რომ მე ბატონო კახანდებულად გაიხსენო და ერთ მუხშია ჩატეული როგორ შეგიძლია შენ ღმერთი სიყვარული თუ მოყვასი რომელსაც ხედავ და არ გიყვარს და მას იგი გძულს ანუ აღმასრულებელი ჯულისა სიყვარული არის და ეს მოყვასი სიყვარული გადის ღმერთის სიყვარულის ხაზზე რატომ თუ ადამიანი არის ხატი და მსგავსი ღვთისა და როგორც აი ცოტა შორიდან მოვლით თქვენ ისე მართვით რომ ეს სტრიადა ღმერთის სამშობლო ადამიანი სიწმინდეებია თავის გაგებთ რომ აუცილებლად ჭეშმარიტ საინბასთან არის ნაზიარი მარტო ტრიადი და რაოდენობით არა რატომ რომ იგივე ღმერთთან სიახლოვის გამო ჩვენ ერთს უყვარდა განსაკუთრებულად ადამიანიც მის უწესრიგ ბრძანებს ესეც რეალობაა რომ ყველა ერი ღმერთმა დააჯილდოა რაღაცა გარკვეული თვისები და საქართველოს ქართული დაჯილდოებულია სიყვარულის უნარით ეს ნამდვილად ესია ასე იყო ყოველ შემთხვევაში ამით აიხსნება რომ ადამიანური ურთიერთობები რომელიც ყველგან არის ოჯახური ურთიერთობები დღესაც არის ნუ რა თქმა უნდა ოჯახური ურთიერთობები ათესაური კავშირები დედამიშვილობა მეზობლობა მეგობრობა იმ სახით როგორც საქართველოში იყო და არის არც ერთ ტრადიციაში არ არის ერისა თუ ქვეყნისა იმიტომ რომ ქართულ ადამიანს კარგად ესმოდა რამხელა ვალდებულება აქვს მას მოყვას სიყვარულის. მარტო ის კი რომ თავისი სისხლი და ხორცია და დედმამის შვილია. უყვარს უფრო მეტად, უყვარს როგორც აი ღვთის ხატი, უყვარს როგორც თაკუთარი მართლა სისხლი და ხორცი. ეს იმიტომ რომ ის ქრისტიანია. და ამიტომაც ასეთი განუზომელ სიმაღლეზე მდგარი ურთიერთობები იყო რომელსაც განაპირობა ჩვენი ფიზიკური გადარჩენაც კი. რასაც დღესაც სამწუხაროდ ძალიან დიდი პრობლემები შეექმნა, რის გამო შეექმნა. როგორც ასევე წინა წერილში ვნახავთ პასუხს გამრავლებითა უჟულოებისა და განხმება სიყვარული მრავალთა და ეს იქნება ყველა ჯვარი წერია როცა იქნება ერთმა გვაშოროს დიდი ხანი მოგცეს წინანულისთვის ეს იქნება წინაპირობა ქრისტეს მეორე მოსვლის ანუ ამ სამყაროს საერთოდ განადგურებისა ხო და ქართველი ერი ამას ცხოვრებაში ისე გამოხატა ვიცით ახლა ჩვენ მტრის სიყვარულის უამრავი მაგალითები მაგრამ აი თავის ყოფა ცხოვრებაში არის სიტყვები რომელიც არ ითარგმნება ხშირად მithქვავს აი თქვენი თერიტორიაც მაგრამ გენაცვალე ეს ქართულმა კაცმა შენი ჭირიმე შენი კუნესამე იმხელა უყარდა მოყვასი და საქმე დაღასტო მის გამო მზად იყო რომ ენაცვლოს ჭირში მისი შენი ჭირიმე მეტი როგორღა უნდა თქვას ახლა და ამის მზად იყო გაიკეთებინა იგივე როგორ დარდობდა აი წერინება ახლა წენა ადრეც მოდიოდა ახლა შე მოგვიდე ჩვენც მოგდის ხო ნეფსი თუნებლიეთ მაგრამ საოცარია ქართული სიტყვიერება სულიერი და წამოსულია რომ მაგალითად აი შემინდე რომ მაპატი ამას თავისი ახსნა ბოდიში არ არის ქართული სიტყვა პირიქით ძალიან შეუსაბამოა ქართული მენტალობის შემინდე რაც ისოს რომ დარდობს აწყენა მოყვას შენში ნდობა აღმიდგინე შენ გულში მაპატი ანუ შენ გულში პატივში აღმადგინო ისე უყვარს მოყვასი სულ მასზე ფიქრობს და დღემდე ესე იყო და ამიტომ ამასაც დიდი ზიანი და გაუჩრილი მიადგა და აუცილებლად უნდა შევიყვაროთ მოყვასი და თუ რა საზომი თუ არა მithქვას რომ მე ეგ საქმე მოგვარებული მაქვს ან იქემა და ეს საკმარისია მე რა ვქნა როგორ გავიგო ღმერთმა პირდა მიგვითა იესო ქრისტე ბრძნულად სიყვარულით მარტივად უნდა შეიყვარო მოყვასი ისე როგორც თავი შენი თუ ქრისტიანი ხარ ასე უნდა გიყვარო შენ თავს როგორც უსურებ ის უნდა უსურო მოყვასი ისე მოგინდოდეს და უნდა მოექცე მოყვასი როცა ჩვენ შეცდომი მოგდის ხო გვინდა რომ ხან უპირობოდ გვაპატიონ ხან არ შეიმჩნიონ გაგვიგონ იმიტომ რომ ამისთვის გვაქვს უამრავი მიზეზი ასევე უნდა ვაპატიოთ ადვილად მოყვას ადვილად თუ გვინდა რომ ჩვენ გვინდა რომ ის სიყვარული შევინარჩუნოთ და ვეცადოთ რომ მათთვის ჩვენ ვიყოთ ქრისტიანები მაგალითები. დიახ, თქვენ სწორად ვზანეთ, რომ რაღაცა ფასილობების აღრევა მოხდა. აი, დღეს შეიძლება ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ მას ძალიან უყვარს თავის ქვეყანა, მაგრამ არ უყვარს თავის თანამოქალაქე. ეს ქვეყანა ხო არ არის მთები ულამაზესი რაც გვაქვს. არის მაგრამ მარტო ეს. ხო, მაგრამ ამას გულისხმობ, თუ ხალხი, თუ ადამიანები არის, ზოგადად ადამიანები გვირგვინის სამყაროს, ხო და ვიცით რომ ეხა მთელი სამყარო აღებული ერთ ადამიანს არ უდრის და როგორ შეიძლება ჩვენ ვიძახოთ ან გვეგონოს რომ ჩვენ საქმით რაღაცით ვამტკიცებთ რომ მე სამშობლო მიყვარს, სამშობლოს წინსვლა მინდა, მაგრამ შენი მოქალაქე, შენი ნათესავი რომელიც შეიძლება სხვაზე არ გიყურთ, ათხარ გალანძღო, ჩაქოლო, ესროლო, მოკლა არ ვიცი და აი ეს იმ ფონზე რომ შენ გინდოდეს ქვეყანა უკეთესად იყოს. აი აღრეულია ძალიან ბევრი. დიახ, ძალიან თვალსაჩინო, ძალიან ხშირია რაც ყველაზე ცუდია ეს ყველაფერი და აი სწორედ მაგას გულისხმობდით რომ შეუძლებელია რომ მოყვასი გიყვარდეს და მას ეს ექცეოდე, ნუ ეს არ ჩანს, საქმეში უნდა გამოჩნდეს რა აუცილებლად და ყველაზე აი მახსენდება ხდა აქტუალურია, ყველაზე კარგად ალბათ რაც გვჭირდება ჩვენ რჩევისათვის. ნეტა ღმერთო მაგას მოვესწროთ რომ ფიქრობდეს რომ ყველას პატრიოტია და უნდადეს, მაგრამ მახსენდება ეს აქტუალურია ამერიკის პრეზიდენტი იყო ჯორჯ კენედი ცნობილი და მისი პირველი
სიტყვა ინაუგურაციაზე იყო მართლაც საერთოდ ფურორი მოახდინა მისი ამ სიტყვებით, რომ ბრძანა ვაქამდეო და ყველა ამერიკელიო ფიქრობსო, მე ვიცი თქვენი ეხლა მოლოდინიცო, რომ რას გაუკეთებსო ჯორჯ კენედი როცა პრეზიდენტი გახდაო, რა ქვეყანას როგორ წაწევს პოლიტიკო-ეკონომიკურად, მაგრამ მე მინდა გითხრათ, თქვენცო და საკუთარ თავს იმაზე ვიქნებით, მე რას გაუკეთებ ამერიკას. ცნობილია ჩვენს გვეხება უნდა სწორად გავიგოთ ამერიკასაც გავუკეთებთ კი არა ჯერ საქართველოსაც გავუკეთებთ ეს ფიქრი თუ არ დავიწყეთ თუ დაიწყებთ ამ ფიქრს რაც მე დათიფიქრებ და ყველაზე კარგი თუ არაფერი შეგიძლია სამ შეიძლება რაღაც არც ერთ სფეროში ლოცვა ხო შეგიძლია შენ სამშობლოს ლოცვას რო შეძენ მის მომავლის ეს ცოტას როდი ნიშნავს და ღმერთმა მოგმადოს ყველა ქართველს ფიქრი დარდი მწუხარება ჩვენ გვეს მომავლისა რადგან ის ჩვენ ერთადერთი გაუნებელი დედა სამშობლოა დიდი მადლობა მამა ირაკლი შევახსენებთ მსმენელს გვესაუბრებთ ნაძალადოში მდებარე ვერის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის ღვთისმსახური დეკანოზი ირაკლი კენგებაშვილი